ჩემ თავს ვაძლევ პირობას მე რამდენჯერ ის ერთადერთი ჩემ თავთან მეშლება მე მგონი პირობას ვაძლევ და ვარღვევ შემდეგ სხვებთან სულ მაქსიმალურად ვცდილობ რომ არანაირი პირობა არ დავარღვიო მაგრამ ჩემ თავთან ეს ყველაფერი არ გამომდის ხო და მორიგ პირობას ვაძლევ ჩემს თავს რომ ვლოგის გადაღებას დავიწყებ და მივყვები ბოლომდე კარგი მაიკო? კარგი გამარჯობათ როგორც ადევით კარგად მეზობლებო ხომ ხართ კარგად ამინდი გვაქვს ღრუბლიანი რაღაცნაირი უსიცოცხლო უმეჩვენა ბაკრიშკის ხმა მეკონა უკაცრავად საბურავის ხოდა დღეს ავდექი უჩვეულოდ გვიან რაც არ მჩვევია ხოლმე იმდენად გვიან გამეღვიძა რომ ზურამ შეხმიანა ჩემებს რომ მეკითხა მშვიდობა მქონდა თუ არა რადგან ვწერო და არ მპასუხობსო ეს მიზეზი იყო იმის რომ ღამე არ მეძინა მივდივარ კბილის ექიმთან ძალიან მესიკვდილება მაგრამ სხვა გზა არ არის სამწუხაროდ უნდა შემამოწმოს ამოღებულ კბილუკას ადგილზე რა მდგომარეობა მაიკო შემოსახე შენს თავს რომ ჩადგე ფორმაში ახალი ბუგაროკები გაგვეკეთეს დაწოლილი პოლიციელი პირველ საშუალო სკოლასთან და საკმაოდ სასიამოვნოა ამ ახალ ბუგაროკზე გადასვლა წინა ბუგაროკთან შედარებით ვინც მანქანას მართავს მიმიხვდება თუ რას გულისხმობ ჩვენი ტყე გამწვანდა არ ჩანს კარგად რომ ბოლოში გამოვედი ახლა თავიდან უნდა შემეტრიალებინა კამერა არა უშავს როდესაც მოვბრუნდები თუ არ დამავიწყდება დედა ბევრი ძაღლები იყო მედაბერ შუა გზაზე ნორმებსაც ამჩნევთ ხო რა ვქნათ წყალტუბოში არ შემიძლია რო არ ავღნიშნო და არ დავიღლები ამის აღნიშნით ყველაზე კარგად მე მაპატიო სხვა ყველა დანარჩენმა რასაც ვუყურებ იმას ვამბობ საერთოდ რასაც ხედავ ადამიანი ხო იმაზე გინდა კომენტარის გაკეთება და არა რასაც ვერ ხედავ და უბრალოდ ისე აქო და ადიდო რაც ყველაზე მაგრად მუშაობს კარგად მუშაობს პირნათლად დაასრულებენ მის საქმეს და აშკარად ქალაქს ეტყობა ეს არის ვიცი რამდენად სწორად ვამბობ დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური საოცარი ადამიანები ჩაუხრელათო რო იტყვიან შრომობენ რომ ეს ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი გახადონ რა თქმა უნდა ჩვენ მოქალაქეებსაც მოქალაქეების ვალიცაა რომ შეინარჩუნონ ეს სისუფთავე და სილამაზე რაც სამწუხაროდ არც ისე ხშირად ხდება სტიაპებია და სულ აი გულით და სულით ამერა კარგად შეუღებიათ საღებავ შეღებავდნენ ამარითი შეღებავდნენ ღობი არის ძალიან ლამაზად შეღებილი ძალიან მომეწონა პაკუსია
დღეს რაღაცა ძალიან ბევრი ძაღლები გადადის გადმოდის. რა ხდება ხო მშვიდობა? მოშიებული ავდექი, მშიოდა ძალიან და ეხა კიდე ხო ჭამე და კიდე რაღაცნაირად ისე მოშებული ვარ. მოცემდე ქუთაისში წავალ, მე შევამოწმე მამანაც თუ ჩამოვიდა. ხო და მე გამემართები ქუთაისისკენ. გადად ჩემოკარგო. არაფერს. საჩელება უცებ მაგანა შევაჩერა უცებ. გავიქცე და მოვარდე. ვიყავი კბილის ექიმთან. ყველაფერიო კარგად მიდისო, ახალი ქსოვილი უკვე ნელ-ნელა წარმოიქმნებაო. ცოტა კი მეტკინა ისე დამიმუშავა, რომ ფაქტიურად ჭრილობაა. ხო და თავისუფალი ვარ, ეხა ვიდრე კარგად არ მომიშუშტება. სხვა მანიპულაციებს ვერაფერს ვერ დაიწყებს და ვერ გააკეთებს. ხო, ესეთი ამბები. კარგად უვლი, ძალიან გეტყობაო. და კაი გოგო ხარო და როგორ ვიხარია. ეხა ეს ხუთკივილი გადამივლიდეს და მეტი არ მინდა არაფერი. ხო. ასე ეს ამბავი, ჩემს ძმა თბილისში არ წასული. მეორეს პანაშვიდზე უნდა და მისვლა და მოახერხა კაპტენისას წასულა ჩემი ძმა და ჩემი ძმისშვილი. სამწუხაროდ მე ვერ წავედი. სამწუხაროდ. თბილა, მაგრამ ისეთი ამინდია. მოწყენი მყოფები თეგეტასთან არ მისული და ვეძებ საცხობ ნაირ-ნაირს. გახსოვთ წყალტუბოში არის საცხობი ნაირ-ნაირი და მეორე რო არის ქუთაისში პარლამენტთან ახლოს. ხო და მესამე არის ნიკიაზე და ეხლა მივდივარ ძალიან საყვარელ ადამიანთან და მინდა ნაირ-ნაირის გემრიელობები რო წავუხო. ხო და წამოახა მივაგნოთ ერთად. მოკლედ აქეთ ხელ მარცხნივ არის თეგეტა. ესე პირდაპირ გადიხარ ავტობანზე. აქ ვარ მე. და წამოეხავ ნახოთ სად არის ნაირ-ნაირი. იმედია მივაგნებ. ასტორიასთანო და ასტორია სად არის? არ ვიცი. როგორ ლამაზდება ნიკია. როგორ მიხარია. გასახარია ეს ამბავი ხალხო. აბა რა არის, ნახეთ. აგერ კორპუსებში რომ ცხოვრობ და აგერ ესე გაპრიალებული. აუ რა მაგარი ადგილია. ღმერთო. ეთყობა ხალხიც თვითონ უვლის ძალიან ამ ყველაფერს. გაკრიალებულია. ურნებიც არის. აქ ვეცხოვრობ, ჩამოხარ. სიმწვანეში დაისვენებ. იყო ათენის ქუჩებს რო გათვალიერებინებდით, ახლა ქუთაისის წყალტუბოს ქუჩებს გათვალიერებინებთ. ღმერთო რა კარგად არის. ვეძებ ბინას ნიკიას. ერთ დროს ნიკიას არ აღმერთებდა ხალხი და რაღაცნაირად ისეთ უბანად მოიხსენიებდა. აღიარეთ სიმართლე ხო იყო ესე. მე მაგალითად არასდროს არ მქონია. ანუ არა მაქვს ესე. როიციან ხოლმე, ვაიმე არა. თბილისში მან და მაინც ცენტრში უნდა იცხოვრონ და მაგალითად ზაჰესიან გლდანიან დიღომი არა. ჩემს არ აქვს მნიშვნელობა. ღმერთმა მოგცეს ჭერი თავზე. ეს ამთავარი არ აქვს მნიშვნელობა სადექნე. ვინ თქვა ვერ მივაგნებო. აგერ ბატონო, აწერია სასტუმრო. აქეთ არის ასტორია და აგერ არის ნაირ-ნაირი. რა კარგია რომ მივაგერი და ყავა აქვთ თურმე არაჩვეულებრივი. უნდა ვიყიდო 20 ლევლად.
ვიყიდე ნაირ-ნაირში გემრიელობები, ბევრი აღარაფერი აღარ ქონდა დარჩენილი გემრიელი, რო ეთყობა ყველა ყიდულობს. თან ისეთ ადგილზე არის იქვე მოსახლეობა, მალე იყიდება ეთყობა. ხო და ყავა არ ვიყიდე, იმიტომ რომ მე არც ესპრესოს ვსვამ და არც ამერიკანოს. ხო და კაპუჩინოს არ აკეთებენ. რატო იმაშობა მოინჯღრა ეს კაცო აზელი, ალბათ მანქანა რომ მოძრაობს მაგით. სასწრაფოდ მინდა ახალი სამაგრი ტელეფონი, სწორედ ასე ყანყალებთ თქვენ. ხო და ესპრესო იყო და ამერიკანო. რაც არ უნდა გემრიელი იყოს, მე არც ესპრესოს ვსვამ, არც ამერიკანოს ვსვამ. თუმცა აქებენ ძალიან მე კაპუჩინო მიყვარს უზომოდ. ზოგადად ესე ურზეო ყავა არ მიყვარს, არ ვსვამ. ზურა გიждდება ესპრესოზე და ამერიკანოზე და როდესაც ჩამობრძანდება აუცილებლად დააგემოვნებს დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჩამოდის პირველი ნაირ-ნაირში გარბის გემრიელობების საჭმელად. ვიყიდე ფუნთუშები, ვიყიდე ხაჭაპური, ვიყიდე ლობიანი და რაღაცას შევჭამთ მე და ჩემი გოგო, იმიტომ რომ მე მოშიებული ვარ და იმედია ისიც მოშიებული იქნება. სად დავაყენო მანქანა? მზეში დავაყენო თუ იქეთ დავაყენო თუ აქეთ დავაყენო? სადღაც უნდა მივაყენო. და მოვაყენო. მზეში დავაყენო მანდა მაინც? მოდი არ გვინდა მზეში. ჭრილში მივაყენე. ჩემი პაკრიშკების ხმა იყო? უკაცრავად. წავედი. და ყავა. ბევრი ჭორაობის შემდეგ, გემრიელი ყავის მირთმევის შემდეგ, ახლა მივდივარ სახლში როგორც იქნა. და ჩემებთან რა ხდება? ჩამოვედი სახლში, ცოტა ვჭამე. ხილი უფრო ვჭამე, საჭმელი არ მჭამე, ეს სიმართლე ვთქვათ. ხო და გამოვედით გარეთ, ამ პრანჭიკელას უყურეთ რა დღეშია. რა არის დედა? ფოთლები. პირველად დაინახე ფოთლები. სასაცილო. აწი გამოვადე ფოთლები, ბევრი. აყვავილებულია ყველაფერი. ლამაზად. დანი დაგიწიო სახელური დადი? ოკეი, მოიცა მოვიდე. შეგიძლია შენევეკო? ვერ ჩაწიე? მოვდივარ ახლა. კარფურში ვიყიდეთ მაწონი. რძის ლაბორატორია, ესე ქვია, ესე აწერია ქილაზე და იმ მაწონის დედოთი გავაკეთეთ მაწონი ჩვენ თვითონ სახლში. ნუ რა გავაკეთეთ, კაცო, დედა ჩემმა გააკეთა და ნახეთ როგორი მაწონი გამოვიდა. იმ ქილას მოვხადეთ, ანუ 1 ქილა ვიყიდეთ და იმ 1 ქილის დედოთი გამოვიდა 3 ცალი, აი ესეთი 300 გრამიანი ეს ტაჰინის ქილები გვაქვს შენახული. 3 ცალი ესეთი და 1 გამოვიდა 9. და დედიკო არის ძალიან კმაყოფილი. და აი ხა ამის დედოთი გააკეთებს ხვალ. კიდე, ხო დედა? ის მაწონი არის დარჩენილი, რაც მოვიდა, ისი დედოც გავაკეთეთ. ესეთი მაწონი გამოვიდა. გოგოებს ძინავთ. ხო და მოვედი ხა მეორე სართულზე, მე მეორე სართულზე ვარ გადმოსახლებული და მაქვს ესეთი, არ ვიცი რამდენად ჩანს. ევეკო საჩუქეს დაბადების დღეზე. ჩემმა მეგობარმა მის შვილებთან და მეუღლესთან ერთად ნახატი, რომელსაც საღებავი მოყვება დანომრილი. და მის მიხედვით უნდა გააფერადო. ხო და ეხლა არ მეძინება და ვფიქრობ ხوار დავიწყო თქო. არ ვიცი. ნახოთ ისე საკმაოდ ისეთი
რუსები რო იტყვიან მაპატიეთ რუსულისთვის, მაგრამ ქართულად როგორ შესატყვის ვერ ვპოვლობ. კრაპატლივая работа რო იტყვიან რუსები, აი ზუსტად ისეთი სამუშაოა. ქართულად როგორ არის? არ ვიცი. გადავიწვი. ვაშლი ამოვიტანე 1-2 ცალი, რო შევახრამუნო. თაგვივით. ხო და ჩავალე ხა წყალსაც ამოვიტან. და ხო დავიწყო, თქო, ფიქრობ ძალიან მინდა რომ დავიწყო. მაგრამ ამას რომ დაიწყებ, უნდა გააგრძელო, უნდა გაჩერდო შუა გზაში. რომ ვისეინეთ კარგად გემრიელად და წამოვედით სახლში, დანიელა გადაჭიჭინდა, უნდოდა კიდევ გარეთ ყოფნა, უნდოდა სტადიონზე, არ უნდოდა სახლში შემოსვლა. მე როგორც იქნა სახლში შემოვიდა, ჩემი მაშლი სარკეში ჩანს. როგორც იქნა სახლში შემოვიდა, შემოვიყვანეთ. ხო და მე დასხდნენ საჭმელად. და რომ დასხდნენ საჭმელად, იქ დაიწყო ომი, დაიწყენ ჩხუბი, დაიწყენ რტყმევა. ხო და გამაბრაზეს ძალიან გავბრაზდი. და ცოტა ხანში მოდის ეველინა, ვჭამდი და მომიტანა დახატული, უბრალოდ დამხატა მე და დედა ბოდიშს გიხდიო ეწერა. მე ამ რო შეხედა ამ პატარა ციკან მასრული ამ ზეთყოს მნიშვნელობით, ესეც წავიდა, თავისებურად დახატა რაღაცები და მომიტანა. და ეხა სანამდე დავაწვენდი ეველინას უკვე ეძინა, მე და დანიელა ვხატავდით. დამადებინებდა ესე ხელს, შემოხაზავდა თითებს და ჩემ მანიკურების მიხედვით აფერავდებდა შემდეგ თითებს. ჩუჩუტა. მერე მაკიაჟიც გამიკეთა იმიტირებული ის რო აქ პარფიუმერია და მაკიაჟის ამბები. ვითომ მაკიაჟი გამიკეთა. ნახო, დაიწყებ ხატვას თუ წიგნს დაიკითხავ. არ ვიცი. წავედი მოკლედ. ესეთი იყო ჩვენი დღე. ხვალ იმედია დღევანდელ დღეზე უკეთესი დღე იქნება. დიდი იმედი მაქვს. მადლობა დღევანდელი დღისთვის. ხო და ამასობაში წავედი ახლა მე. ან წიგნს წავიკითხავ, ან ხატვას დავიწყებ. ვან გოგი ჩემგან არ გამოვა, არც ელენე ახვლედიანი, მაგრამ რაღაცა გამოვა. მშვიდობიანი ღამე ყველას.